ჩემო ყოვლისმცოდნე ქართველებო, იცოდით, რომ მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ითქვას მთავარი 6 მიზეზი არსებობს, რატომაც ვერ ვიკლებთ წონაში. პირველი ეს არის მუდმივად სტრესში ყოფნა. მეორე ეს არის სითხის სახით იღებთ ზედმეტ კალორიებს, ან როგონია რომ სითხეა და არ გვაფუტკუნებსო წვენები და 1000 ოხრობები. მესამე არ ვაკონტროლებთ მიღებულ კალორიებს, ანუ არ ვიცით ჩვენი სხეული რამდენს წვავს, რამდენს მიღება შეუძლია, რამდენს გადამოშვება შეუძლია და გვემატება ზედმეტი კალორიები. მეოთხე ეს არის არეული ძილის გრაფიკი. ძილში კარგად იწვება კალორიები, როცა ჩანს რაღაც ძინავს და საკმარისი ვძინავს, იმიტომ რომ ორგანიზმი აკეთებს გადატვირთვას. და მეხუთეზე ვარ? ხო, მეხუთეზე ვარ, დავფიქრდი კალორიებს. მეხუთე ეს არის არაჯამრთელი კუჭნაწლავი. როცა მოუწესრიგებელი და კუჭნაწლავი, რა თქმა უნდა, კალორიებს ვერ ვებრძვით, ვერ ვწვავთ, ორგანიზმის ვერ ითვისებთ, რაც საჭიროა ჭანსაღად და მიდის მარაგში, ანუ ცხიმებში, თანთალა ადგილებში. და მეექვსე ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა. რა თქმა უნდა, ადამიანი რაც მინიმალურად ხარჯავთ ფიზიკურად არ ვაქტიურობთ, ენერგიას ვერ ხარჯავთ, შესაბამისად იწყებს ჩვენი სხეული ჭრაჭუნს და ჟანგდება. სიცოცხლით სავსე სიცოცხლეს გისურვებთ, ჩემო ლამაზებო და გემრიელებო, მე გახლავართ სწორი კვების, ჯანსაღი ცხოვრების და ზოგადად მთლიანად წონის კორექციის კონსულტანტი ჯაბა, რომელიც არის თქვენს სამსახურში. გაწუხებს ზედმეტი წონა და იცი ვისაც უნდა დავუკავშირდე. წარმატებები.